Salmებით, მოკლედ გუშინ მოусმინე აზერბაიჯანელი ბიჭი აკეთებდა ესეთ პოსტს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში დაბადებულ გაზრდილი რავი 5 თავაფათური და მისი მეგობრებიც თურმე და გამოსულა ვიღაცა ნაბიჯვარი და იმიტომ დაუჭრია ქუჩაში, რომ ერთმანეთში ეს ეთნიკურად აზერბაიჯანელები კიდევ ამბობ რა 5 თაობა საქართველოში დაბადებულები აზერბაიჯანულად რო ლაპარაკობდნენ რა. და კარი მოვიიყო მე მგონი გვარად რა ეს ვინც პოსტს აკეთებდა ძალიან მაგარი გულის ტკივილით თუ ეს ადამიანი მე ნებისმიერ სისხლით ქართველს აი რა ვიცი ხა თუ ვინმე იმას ზომავს რა ქვია სისხლში ლეიკოციტებს და რაღაცა არ ვიცი მაგრამ თუ იმაზე მეტი ქართველად არ მიმაჩნდეს ძაღლიშვილი ვიყო რა კაცი ამბობს რომ ჩემი ქვეყანაო რომ მიყვარდაო ჯარშიო წავედიო აი მარტო ამას დავანებოთ თავი რა აი აქ თქვათ მარტო რომელი პარლამენტარი შვილი გინახიათ თქვენ ჯარში წასული მე იქ ვიყავი 10 წელიწად და რასაც უყურებდი ჯერ ერთი უპატრონო ხალხის შვილები იყრებოდნენ როგორც ცხვრები და მეორე თუ პატრიოტიზმი იზომება ვიცია სანამ ვინმეს დანას დაარტყამ ქუჩაში მაკედან დაიწყეთ რა ადამიანებმა რომელმაც არის ის სხვა როგორ დაიცვათ ის მარტივად იმეტებს სხვას მოსაკლავად რა და კიდე რას მინდა იცი ხაზი გაუსვა აი ვინც იმისთვის ხარ გზად რომ მაგაში გამოხატ თქვენი ფსევდო ეროვნულობა ერთ შეკითხოს დავსვა მაგერ საჯაროს რა იმ ტიპებს ქუჩაში აზერბაიჯანულის მაგივრად რა ინგლისური რო გაეგონათ ხო იმის გულისთვის რას არ დაარტყამდნენ აი ამის თქვა მინდა მე რა ვისაც შეგიძლიათ რომ მართლა აი მაგ კუთხით განსაჯოთ რა ადამიანს და ჩაარტყათ მოცელში თუ არა რა და წაართვათ სიცოცხლე თუ არა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სომხურ ენაზე, აზერბაიჯანულ ენაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ უწყებებში მიდიოდეს ხდომები, კი ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს, ეთნიკურ ადამიანებს, ეთნიკურად სომეხ ადამიანებს, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ადამიანებს და კარგად იცით თქვენ განსაკუთრებით თბილისი, მრავალეთნიკური ქალაქია და ასე იყო ისტორიულად. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა იკადრო, თავში გაგიაროს ასეთმა რაღაცამ რა. ზოგი გულახდილად გეტყვით ქართველი ჩამოსული თბილისში იმხელა ისტორიის მატარებელი არაა იქ, როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი. უნდა პატივი უნდა წე შენი ქვეყნის ისტორია, შენი ქვეყნის წარსული, შენ ქვეყანას უნდა წე პატივი. თუ შეგიძლია რომ წე, ასე უნდა გააკეთო და თუ არა კაცი ხარ და არა ადამიანი, რა ვიცი, მაშინ არ ვიცი. ინგლისურად რო ელაპარაკა, იმ ტიპს რას არ დაარტყმა დარწმუნებული. ეს არა ქართული საქციელია და არა კაცური საქციელია და რა ვიცი მე ჩემი აზრია ესეთი რომ მაგას ვიღაცა ახალისებს ასე დამოკიდებულებას და ამას ყურადღება ჭირდება რა. საქართველოში არასოდეს არ იყო მაგ კუთხით ადამიანების გარჩევა. არ იყო და всё. ეგ არის შემოგდებული თემა, თავსმოხვეული თემა. ამას მოუარეთ რა. ნაცვლად იმისა რომ 1000 სირობას დაძდეთ. ესაა გასაკეთებელი, ამას აქვს მისახედი. გული მერე ვაბიჯი ვინც ამას გააკეთებს და ვინც ამას იზამს, კიდევ ერთხელ ვამბობ. ქართველი კი არა, საერთოდ კაცი არ არის. და მე პატრიოტიზმზე დაიწყებს ლაპარაკს და ინა გადაგვირჩინა თურმე გადაარჩინა ხო ორი აზერბაიჯანელი საუბარი რო აღკვეთა ქუჩაში. ჩვენი მეფე დავითი, რომელიც წმინდა ნავთს აგვყავს, შერაცხული თბილისი რო აიღო მეზობელს თუ მუსულმანი არ იყო უკრძალავდა ხორის ყოლას თუ თბილისში გვერდით მისი მეზობელი მუსულმანი იყო პატივისცემის ამბავი იყო ეს რელიგიის პატივისცემის ეთნიკის პატივისცემის ამბავი იყო სხვანაირად აბა როგორ გამო რაზე იქნება დაფუძნებული ყველაფერი თუ არა ურთიერთპატივისცემას და თუ ურთიერთპატივისცემაზე და სიყვარულზე დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროში არ არის ყოფა დარწმუნებული დაფუძნებული რაზე იქნება სიზღზე აი ესეთ სიზღზე მეფე იყო მონარქი იყო და როცა შეეძლებთ ხელი მოეთკაცუნებია და ეთქვა ასე მინდა ასე იქნება და იმას არ გაუკეთებია ბიჭო ეს და ვინც ამას ნერგავს ქართველ ერში ამ ძირძველ ისტორიულ ერში ის რას ფიქრობს ამაზე მადლობა ყურადღებისთვის